საინტერესო და ორიგინალურ ახალგაზრდულ გადაცემებზე რომ ვფიქრობ, ქართული მაგალითები ნაკლებად მახსენდება. საინტერესოა რა უშლის ხელს ქართულ ტელესივრცეში პროგრესული სახეების გამოჩენას, ისეთების როგორებიც ასე ძალიან მოგწონს უცხოურ არხებზე. ან საერთოდ რატომ გავს ყველაფერი ერთმანეთს? ზოგიერთი თინეიჯერისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ტელევიზორს საერთოდ აღარ უყურებენ, ყოველ შემთხვევაში ქართულ არხებს. რატომ? პოლიტიკა, ხელში ამოსული ნაცნობი სახეები, ეგრეთ წოდებული იუმორისტული გადაცემები და მუსიკა. ზუსტად იმიტომ, რომ ეს სატელევიზიო პროგრამების მოკლე ანოტაციაა. ახალგაზრდულ თემებს შეიძლება მაშინ წააწყდეთ კონკრეტულ დროს თუ ჩაუსაფრთებით. დავიწყოთ მოკლე ჩართვით. ეს გადაცემა კედლის მაგივრად ახალი სეზონიდან გაჩნდა, მაგრამ მსგავსი პოპულარობით აშკარად ვერ სარგებლობს. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი თითქმის არ შეცვლილა, ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია. მეც მაქვს წაკითხული ფორუმზე რაღაც საოცრებები რო წერია და არ ვიცი მე საერთოდ რატო იწყებ ვაფშე? ხო და მე მგონი არ გამოვიყურები ახლა ის როგორც წერენ. ეგრე 6 საათზე არ უნდა გადიოდეს, ეს უნდა გადიოდეს მერე უფრო გვიან. დაღლილი თინეიჯერები რო დასხდებიან საღამოს და საჭმელს რო აკეთებენ თან. თუ თინეიჯერები არ აკეთებენ საჭმელს. იმ დროს როცა ხალხი არის სახლში და 6 საათზე მე მგონი არავინ არ არის სახლში. ბებრებმაც უნდა უყურონ პრინციპში, მაგრამ იცი რა არის? ახალგაზრდული იმას ხო ნიშნავს, რომ მანდა მაინც ზოგიერთ ჟურნალებში რო ეწერა, რომ პრიჩიკები უნდა გქონდეს და თმები გაწეწილი. ამ შემთხვევაში რაღაცა ეტიკეტს ვიცავთ, რომ ცოტა ვიტზე ვიყოთ რა და მე დანარჩენი ხა. გვაცალეთ ბატონო, გვაცალეთ. ახახანს დავიწყეთ მუშაობა და ნელ-ნელა უფრო საინტერესო გახდება და ბევრი რაღაცები წინა გვაქვს კიდე. ეტყობა უფროსობამ თავს უშველა და კედლის ყოფილი წამყვანი პროდიუსერად მოიწვია. ალბათ ფიქრობენ, რომ ყვითელი, ანუ სანდრო გაბისონია გადაცემას მეტად ახალგაზრდულს გახდის. თუ ესე გადაწყვიტეს, ესე იგი ამაში რაღაც გამართლებული ხერხის რაღაც ელემენტი დევს, ხო, კბილანა რაღაც. და მე ვთვლი, რომ ჩემი პირადი რაღაც ეგეთი მოსაზრებით, რომ ის გამართლებულია იმ პონჩში, რომ მაინც გამოცდილება არის ბევრი რაღაცა, რაც ვაფშე წამყვანის პონჩში და გადაცემის აგების პონჩში შველის. ანუ პროფესიონალიზმი ეტარას და გამოცდილება მეორე, რომელიც მაგრად გეხმარება რა ადამიანს და ეგეთი 1-2 მრჩეველი რო ზის სადღაც იქ და რაღაცებს რო ლაპარაკობს, სულაც რა ცუდი. და მაგის გარდა ვიღებთ ყველანაირ შემოთავაზებას, აი რა თემა გინდა მაგალითად, რა ვიცი, ვიგენების გამრავლება თუ გინდა და ხალხსაც თუნდა შეგვიძლია გავაკეთოთ და ძალიან ისე საინტერესოდ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. კარგით, თქვათ ეს გადაცემა ჯერჯერობით იმის გამოა, ასე ვთქვათ, ჩუმად, რომ კვირის დღეებში 6 საათზე გადის. ხომ არსებობენ არხები, რომლებიც მთლიანად ახალგაზრდულებად ითვლებიან. მაგალითად, Music Box-ი, რომელსაც ბევრი საერთო დრო, მაგრამ ერთეულობით გადაცემა აქვს. ამ თემაზე პასუხი ასეთია. ეს არის მუსიკალური არხი, ჩვენი სეგმენტი არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდებს აინტერესებთ ეს მარადიული თემები, სიყვარული, მეგობრობა, ღალატი, გრძნობები, ერთმანეთის გაცნობა, ეს ჩათაობა, ამიტომ არის მთავარი პრინციპი Music Box-ის, რომ ზის ვიჯეი, რომელიც არ ჩანს და ეჩეთავება მაყურებელს. SMS chat-ი Music Box-ზე. მობილური ტელეფონის Music Box იმას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, რომ ვისაც მობილურზე საკმარისი თანხა აქვს და დროის ნაკლებობას არ განიცდის, მისი საშუალებით სხვადასხვა მუსიკალურ თხოვნებს ისრულებს. ვერ გეტყვით ვინ ან რა სიხშირით რთავს ამ არხს. ალბათ ტელევიზორად წოდებულ 4 კუთხე უცხოური არხების არსებობის შემთხვევაში Music Box-ის კონკურენტუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თანამედროვე ახალგაზრდობას აქვს მთავარი იარაღი. ეს არის ინტერნეტი. მე შემიძლია შევიდე ინტერნეტში და ვნახო ზუსტად იგივე ინფორმაცია, რასაც მე ვაკეთებ. ამიტომ მე მაქვს ის პრიორიტეტი, რომ მე შემიძლია ამას გავუკეთოს სასაცილო ინტერპრეტაცია, რომ მე ვიღაცამ დამირეკოს ან SMS-ი გამოაგზავნოს, რომ ძალიან პრიკოლი იყო რა, ან ძალიან ვიხალისე. არ გეგონათ, რომ პირველი სტერეო დაგვავიწყდა. უბრალოდ ამ არხზე ყველანაირი გადაცემა დროებით შეჩერებულია. კარგი გადაცემა რო გააკეთო, იმას სჭირდება საკმაოდ ისეთი ტექნიკური აღჭურვილობა. ხა ტელევიზია ისეთი რამეა, სადაც ტექნიკას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს ტექნიკას და მეორე კადრები, რა თქმა უნდა მოიზიდო პროფესიონალები, პროფესიონალური რედაქტორები, პროფესიონალი პროდიუსერები, კასტინგზე უნდა არჩიო, კარგი წამყვანები. ეს ყველაფერი იცით რა ის არის, რა ქვია, ასე. იოლი არ არის. ის ერთი შეხედვით პირველი სტერეო ალბათ ყველაზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
ხარისხს და გადაცემების შინაარს ამ შემთხვევაში არ ვეხებით. ეკრანზე თინეიჯერები მაინც ჩანდნენ ხოლმე. ამდენს ვლაპარაკობთ და ჯამში რაღაც ან არ მოგწონს, ან დროებით შეჩერებულია. მივდივართ დასკვნამდე, რომ უნდა გამოჩნდეს ვიღაც, ვინც ალტერნატიულ ვარიანტს მოიგონებს. რაღაცის უარყოფა ან მონდომებით კრიტიკა ხომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გამართლებული. ხო და თუ ჩვენი თაობა კიბერნიზირებული ან დაჰიპნოზებული არ არის, იმედია უახლოეს მომავალში ახალგაზრდულ აზრს ცისფერი ეკრანებიდან უფრო ხშირად მოვისმენთ.